ასე გადაწყდა სამყაროში, რომ ჩემი საავტორო ვებინარების ციკლიდან მესამე მოდული, რომელსაც ახლა თქვენ უსმენთ, ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყოფილიყო უფასო. თუმცა ეს არის ჩემი საავტორო ვებინარების სისტემა, რომელიც აწყობილი მაქვს იმაზე, რომ წლების განმავლობაში ვაკურდები ადამიანები, რომ მოდიან სხვა პრობლემებით და 10 წლის განმავლობაში შეჯამდა ის, რომ რეალურად ადამიანებს ერთი და იგივე საწყის პრობლემები აქვთ და კითხვები და სწორედ აი ამ თემებზე არის გაკეთებული საავტორო ვებინარები, რომელსაც ჯერ აქვს 2 მოდული, მაგრამ ისევე როგორც პოდკასტებს მუდმივად ვამატებ და ვაგრძელებ, ეს ვებინარების ციკლიც აუცილებლად გაგრძელდება. პირველი ორფასიანი ვერსია ხელმისაწვდომია შეძენისთვის და მოკლედ მოგიყვებით რა შედის ეს იგი პირველ 2 მოდულში. პირველ მოდულს ქვია პირველი ამას უნდა თქვა და არის იმაზე, თუ როგორ უნდა გავთავისუფლოთ ტოქსიკური ადამიანებისგან, რა გვაიძულებს რომ მათზე ვიყოთ მიჯაჭვულები, ვარ თუ არა მოხალისესულები, როგორ იყენებენ და უწევენ ექსპლუატაციას მოხალისესულებს დედამიწაზე, როგორ უნდა გადავიდეთ ახალ სიხშირეზე, ანუ გულისხმობ დედამიწა რო ახალ ენერგეტიკულ ციკლში შედის, ასევე განხილული იქნება ნარცისებისა და twin flame-ების, ანუ ტყუპისულების, როგორც ქართულად უწოდებენ, ურთიერთობა რატომ არის, რომ ტყუპსულებში ერთი შეიძლება იყოს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ნარცისული აშლილობის ადამიანი. რა ძალა მართავს ზოგადად ახლა დედამიწას და ყველა მოდულის ბოლოს გვაქვს მედიტაციები. ანუ ეს ვებინარი არის ისე აწყობილი, რომ ჯერ განვიხილავთ თეორიას, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის აქვს რაღაცა კითხვები, რაც პასუხები ჭირდება, მარტო მედიტაციას არ ენდობა ხოლმე. ამიტომ ჯერ გვაქვს თეორია და ბოლოსში გვაქვს ხოლმე მედიტაციები. ამ ვიდეოს ბოლოსაც ჩვენ გვექნება პატარა მედიტაცია. მეორე მოდული კი არის ჩრდილთან გამთლიანება. პირველ მოდულში ადამიანი რო გაივლის თეორიულ ნაწილს და მათ შორის პრაქტიკას, ანუ მედიტაციური ნაწილი პირველ მოდულში არის ჩვენს გვართან, ჩვენს წინაპრებთან სიყვარულის ხაზის გამთლიანება და გამოსწორება თუ რაიმე ხარვაზე არის და მეორე მოდულში უკვე რაღაცა ტოქსიკურობების გარო გავთავისუფლით, გავარკვიეთ რატო ვართ ამ ტოქსიკურობაში. მერე გვაქვს ჩრდილებთან ინტეგრაცია. ეს რა თქმა უნდა იუნგისეულ თეორიას ეყრდნობა, რომ ნებისმიერი რაღაცა, რომელიც ჩვენ თავში გვაქვს განდევნილი, სწორედ ამით ივირჩევთ შემდეგ ადამიანებს და პარტნიორებს, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა და სანამ ამ ჩრდილებთან არ გამთლილდებით, მანამდე ვიქნებით გარკვეულ ტოქსიკურ ურთიერთობებში, რომლებიც ჩვენი ჩრდილების ანარეკლია. შესაბამისად, ამ მოდულში არის თეორიული ნაწილი, ზოგადად რა არის შენჩრდილოვანი მხარე, რატო მოხდა ამის განდევნა და რა დროს მოხდა ამის განდევნა, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ჩვენი ჩრდილოვანი მხარების დანახვა და თვალის გასწორება და მათთან გამთლიანება, რასაც shadow works ეძახიან და შესაბამისად ტოქსიკური ადამიანები როგორ გვიტრიგერებენ ამ ჩვენ განდევნილ მხარეებს, როგორ და რატო ხდება კარგი გოგო სინდრომის ჩამოყალიბება და ვის აწყობს რეალურად ეს, რომ შენ კარგი გოგო სინდრომი ქონდეს, ნუ აქ რა თქმა უნდა ტერმინია, კარგი ბიჭიც იგულისხმება, სქესთან არ არის მიკერძოებული. შესაბამისად როგორ ყალიბდებიან ემპათები, ვის ჭირდებათ ემპათები, როგორ ექსპლუატირებენ ემპათებით, ის რომ ყველა ემპათს ყავს თავის თავში განდევნილი ნარცისი და ყველა ნარცისს ყავს განდევნილი ემპათი თავის თავში და მოკლედ ამ ნაწილების გამთლიანებაზე არის მეორე მოდული. და საბოლოო ჯამში არის საუბარი იმაზე, თუ ზოგადად რა გზა უნდა გაიაროს ემპათმა იმისთვის, რომ რეალურად შეზდგეს, განვითარდეს და თავის ბნელ მხარეებთან გამთლიანდეს. მედიტაციები კი არის საკუთარი თავის პატიება და მიღება და მეორე მედიტაცია, ანუ მეორე მოდულში ორი მედიტაცია გვაქვს, ჩვენი ნამდვილი ჩრდილოვანი მხარის დანახვა და მისი მიღება. მოკლედ ამას დეტალურ აღწერას ლინკს დავდებ ფაილის სახით იქნება ვიდეოს აღწერაში და ვისაც გენდომებად შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი დღევანდელ მესამე მოდულზე ვკონცენტრირდეთ, რომელიც იქნება საკუთარი ნების გამოხატვისა და ტანჯვებიდან გამოსვლის მოდული. თმინდა რომ ძალიან დაალაგებულად აუხსნა და განვიხილო ის თემა, თუ როდის ამთავრებს ადამიანი ტანჯვას. ამას ძალიან ხშირად მეკითხებენ, უბრალოდ ამდენი წლიანი გამოცდილებით, კონკრეტულად კონსულტირებაში და ჰილინგის პროცესებში ადამიანები ძალიან ხშირად მისვამენ მაგ კითხვას, რომ აი როგორ დავასრულო ეს ტანჯვა ჩემს ცხოვრებაში. და ალბათ ამ ვიდეოს თუ შემოხვედი, ეს განცდა ნაცნობი არის შენთვის, რომ ადამიანები ზოგადად ვიტანჯებით. უბრალოდ ერთი ესეთი დიდი ილუზია არის ის, რომ მარტო მე ვიტანჯები და სხვა არავინ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მსგავს საკითხებში ჩახედული და არ კონსულტირებენ, არ არიან ან ფსიქოლოგები, ან ასტროლოგები, ნუ ასე შემდეგ და სხვა პროფესიების წარმომადგენლები არიან, სადაც არ უწევთ ადამიანის ცნობიერებასთან, ქვეცნობიერთან და მის პროცესებთან შეხება. რა თქმა უნდა, ამას ესე ვერ შეეხებიან, რომ ამ ინფორმაციას, რომ რეალურად ყველა ადამიანი იტანჯება.
მაგრამ საერთო ჯამში კი ყველა ადამიანი ტანჯება, ყველას რაღაცა ტანჯვა აქვს ცხოვრებაში, სხვა ვარიანტში დედამიწაზე არავინ არ მოვიდა, იმიტომ რომ დედამიწა არის ადგილი, სადაც გარკვეულწილად მოვდივართ იმისთვისაც, რომ დავიტანჯოთ, თუმცა ეს ტანჯვა არის გამოცდილების ნაწილი და არა იმიტომ, რომ დავიტანჯოთ, რომ ცუდი ადამიანები ვართ, ან სადღაც სხვაგან ოდესღაც კარმულად ვიყავით, ცუდი ტიპები, ვიღაცას რაღაც გაუფუჭეთ, მაგიტო არა. ესეც ძალიან ჭეშმარიტებაა და ძალიან სწორი არის და კარმის პრინციპი სწორედ ასეთია, რომ ვიღაცა სხვაგან, სხვა დროს და სხვა ადგილას რამეს თუ დაუშვებ, ეს რომელიმე ცხოვრებაში დაგიბრუნდება. თუმცა, ჩემი აზრით და ალბათ არა მარტო ჩემი აზრით, უბრალოდ ახლა არ მახსენდება კიდე ვისი აზრები არის, მაგრამ ჭეშმარიტება და ზოგადად უზენაესი სიმართლე არსებობს სხვადასხვა ფორმებში. გააჩნია საიდან შევხედავთ, ხო? თუ ხეს უყურებთ ქვევიდან, მაღალ ხეს, ვამბობთ, რომ ეს ხე არის ძალიან მაღალი, მაგრამ თუ მაგ კონკრეტულ ხეს გადმოვხედავთ თის კენწეროდან, მაშინ ვიტყვით, რომ უი ეს ხე რა პატარა ყოფილა და ეს ხე რეალურად არის პატარა. და ყველა ხეს რო დავინახავთ, მე შეგვიძლია შევადაროთ და აღმოჩნდეს რომ უი თურმე ყველაზე პატარა ხე ყოფილა, ხო? ანუ ჭეშმარიტება და სწორი აზრი და სწორი ინფორმაცია არის ყოველთვის რაღაცასთან მიმართებაში სწორი. ამიტომ ცალსახად რომ რაღაცა არის სწორი და ჭეშმარიტება, თუნდაც ისე როგორც კარმის პრინციპი არის სწორი და არის ჭეშმარიტება, ეს არ ნიშნავს, რომ ის გამორიცხავს რაიმე სხვა ჭეშმარიტებას, ხო? თუნდაც იგივე კარმის პრინციპი მოდის ვედებიდან, მაგრამ ასევე ის მოსაზრება, რომ ეს ცხოვრება არის თამაში და არის ლილა და არის ილუზია, ესეც მოდის ვედებიდან, ხო? მაგრამ ეს ორი პრინციპი შეიძლება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს ზოგიერთი გონებისთვის. მაგალითად, როგორ შეიძლება კარმა თუ ჭეშმარიტება და თუ ჩვენ ვისჯებით ჩვენი პირობითა ცოდვებისთვის, რომ ასევე ისიც ჭეშმარიტება იყოს, რომ ცხოვრება უბრალოდ თამაშია და უნდა იცხოვრო და მაშინ თუ თამაშია, რატო უნდა დავიტანჯო და რატომ იბრუნდება მაშინ კარმა, მაშინ მათამაშოთ, ხო? ხო და მოკლედ, აი ამ რაღაცა ორი პოლუსის შეჯამება მინდა და დანახება იმისა, თუ რეალურად რატო ვიტანჯებით და ბოლოში პატარა, მართლა ძალიან პატარა, ალბათ 30-40 წამიანი პატარა მედიტაცია გვექნება, სადაც უბრალოდ თქვენ გონებას გადავრთავ მაგ ტალღაზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ტანჯვიდან გამოსვლა. მე რა თქვენ გადართავთ, მე უბრალოდ გეტყვით, როგორ უნდა გადართავთ. მანამდე კი რა თქმა უნდა შესავალი ინფორმაცია, საერთოდ რატო ვიტანჯებით, იმიტომ რომ ჩემი აზრით ადამიანს როცა კარგად ესმის ის რაშიც ის იმყოფება და კითხვები იქ აღარ აქვს, მე უფრო გამოდის ხოლმე რაღაცა პრობლემიდან, იმიტომ რომ გონებას ყოველთვის ჭირდება საფიქრელი, ყოველთვის ჭირდება პასუხები, რაღაცებზე დასტურები, ხო და როცა ეს დასტურები ინფორმაციულადაც ამყარებს ადამიანის გონებას, ხო, მაგ შემთხვევაში უფრო ეფექტურია ხოლმე. ძირითადად უმრავლესობა ადამიანებისთვის. ნუ ზოგს არ ჭირდება, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისთვის საჭირო არის პასუხები, რომელიც მისთვის იქნება ლოგიკური დამაჯერებელი იმისთვის, რომ მე რაღაცაზე იმუშაოს. შესავალში ერთ პატარა ისტორიას მოვყვები, შეიძლება სხვა პოდკასტებში ან სადმე ლაივებში მოყველი მაქვს ეს ისტორია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი ისტორია იყო, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამე მასწავლა ტანჯვასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ პირადად ვხვდებოდი და პირადად ვკონსულტირებდი და არ იყო ჩემი კონსულტაციები ონლაინ და ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით მქონდა ორი სეანსი, ორი კონსულტაცია და პირველი იყო ქალბატონთან რომელსაც ყავდა ახალგაზრდა ქალბატონი იყო, რომელსაც შვილი ყავდა ახალი დაღუპული და გარდაცვლილი და ნუ წარმოიდგინეთ, ნუ არ წარმოიდგინოთ, მაგრამ ნუ არ უნდა ამას ახლა ჩემი ახსნა და განმარტება, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტკივილიც, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს და ნუ ახლა ის ქალი რამდენად განცდებში იყო და როგორ ტიროდა და რამ ხელუსამართლობა ქონდა, რატომ წაართვა მას ღმერთმა მაინც და მაინც შვილი და ნუ გასაგებია ხო სცენა და ამ ქალბატონის მერე ყავდა ერთი გოგონა კონსულტაციაზე ახალგაზრდა გოგო რაღაც 22-3-ის მაგაზე დიდი არ იქნებოდა რომელსაც ახალი გაჩენილი ყავდა პირველი შვილი, ანუ რამოდენიმე დღის ნამშობიერები იყო, წინა თუ იმის წინა დღეს იყო სამშობიეროდან გამოწერილი და იყო ჩემთან კონსულტაციაზე ერთი მისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გამო, რომელიც შეეხებოდა, ნუ არ დავასახელებ ხა კონკრეტულად, არ მინდა რომ მაინც რა ვიცი, შეიძლება გვისმენდეს ვინმე და იცნოს ან რაღაცა, მოკლედ ცხელზე ქონდა გარკვეული ლაქები. აი, იმდენად უმნიშვნელო, რომ რო არ ეთქვა, მე ვერ შევამჩნევ.
მივდივარდი. აი ძალიან უმნიშვნელო ლაქები ქონდა, რომელიც გარკვეული რაღაცა მოვლის პროცედურები, რაღაცა ვერ დაამთხვია სწორად თუ რაღაცა და აქედან იყო გამოწვეული. ოღონდ მართლა იმდანაც უმნიშვნელო იყო, რომ ეს საერთოდ ვერც შევამჩნევდი და რომ შემემჩნია. ანუ აღვიქვამდი, რომ ჩვეულებრივად, რა ვიცი, კანის დამახასიათებელი პიგმენტაცია ხა ყველა სხვადასხვანაირი კანი გვაქვს, ხო? ვიღაცას პიგმენტურია, ვიღაც არა, ჩვეულებრივი არის, ანუ აი არაფერი ისეთი. თან არც ემჩნეოდა იმდანაც რა, მაგრამ ამის გამო ეს გოგო ისე განიცდიდა, რომ წარმოგიდგენთ, რომ პირველი შვილი გააჩინა საყვარელი მეუღლისგან, რამხელა დღეს ესწავლია ოჯახში და სამშობლოდან გამოეწერა თუ არა, ჩემთან იყო კონსულტაციაზე ამ თემის გამო და მთელი ერთ-საათიანი კონსულტაცია გამოიყენა იმაში, რომ აი ამ რაღაცა კანის ლაქებზე თუ არ ვიცი რა ერქვა ზუსტად, აი ამ თემაზე გაერკვია ეს მოგვარებადი იყო თუ არ იყო მოგვარებადი და რა ეშველებოდა ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გოგოც ემოციურ დონეზე ხა მე რა თქმა უნდა როგორც მესამე პირი ვერ დავატოლებ ერთი ადამიანის განცდებს, მეორე ადამიანის განცდებს, მაგრამ იმ დღეს და აი ამ გადაბმული კონსულტაციებით მე ზუსტად ეგ შევიმეცნე და ეგ ვისწავლე, რომ თურმე მიზეზი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად მძიმედ განიცდის ადამიანი რაღაცას. არამედ თვითონ ემოციის ხარისხი არის მნიშვნელოვანი და ასეთი უმნიშვნელო ერთი შეხედვით პრობლემის გამო ადამიანი იგივენაირად შეიძლება იტანჯებოდეს, როგორც ისეთი ერთი შეხედვით და მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, როგორც პირველი ქალბატონი, რომელსაც შვილი ყავდა დაყოფილი. შესაბამისად, თქვენ რო ხედავთ თქვენს გარშემო, თუნდაც ჩვეულებრივი ცხოვრების ადამიანებს, წარმატებული ცხოვრების ადამიანებს, რომლებსაც ოჯახი წყავთ, სამსახურიც აქვთ, კარიერაც აქვთ, ფულიც აქვთ და ყველაფერი დაალაგებული აქვთ, გიღიმიან, ხვდებიან თუნდაც მეგობრები იყვნენ, ანუ სული სიღრმეში თქვენ არ იცით ისინი რას განიცდიან. იმიტომ რომ ჩემი პრაქტიკის განმავლობაში უკვე 10 წელზე მეტია კონსულტირებ და მართლა ისეთი რაღაცები გამიგია და აღმომიჩენია თურმე ადამიანებს რეები აწუხებთ, რომ საერთოდ რომ აი შენ ცხოვრებაში და შენს რეალობაში რომ არც არსებობს საერთოდ ასეთი პრობლემა. ან პრობლემა თუ არის რომ არ იცი რა. და შესაბამისად იმის თქვა მინდა რომ ყველა ჩვენთაგანს რაღაცა აწუხებს და ეს რაღაცა არ უნდა გამსაჯოთ. ეხა ვიღაცას შვილი დაეღუპა და უია ეს ხო უნდა უთანაგრძოთ, იმიტომ რომ ხა შვილი დაეღუპა და მეორეს ვისაც ფშხილი მოტყდა, მე რა შტერია ხა მაგის გამო როგორ ნერვიულობს. ანუ ასე არ არის, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს კონკრეტული ფსიქიკა, რომელიც ჩამოყალიბებული არის იმ ბავშვობით, რომელიც გქონდა და იმ ურთიერთობებით, იმ გარემოთ და ასე შემდეგ, ჩვენი ფსიქიკის მოცემულობებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ყველა ჩვენთაგანისთვის რაღაც არის ძალიან სანერვიულო და ძალიან გვატრიგერებს და რაღაცა არ არის იმდანაც სატრიგერო ამბავი, მაგრამ ემოციის ხარისხი ამითი ვიღაცას მეტი და ვიღაცას ნაკლები არ აქვს. ანუ ყველა ერთნაირად შეიძლება ვიტანჯებოდეთ ამავდროულად. ეს შესაძლებელი იმიტომ გავაკეთე, რომ უბრალოდ გვესმოდეს, რომ ხშირად ჩვენ თავს ძალიან ბევრს თხოვთ ხოლმე და ვეუბნებით, რომ უკაი რა, აი პირობითად რაღაცა ზედმეტი 5 კილო ადამიანს და ამის გამო თავს ვიკლავთ და აუ ძალიან განვიცდით და რაღაცა კომპლექსდებ. ნუ ვიღაცას ხო შეიძლება ეს კონდეს, ხო, თავისი სატრიგერებელი წერტილი პირობითად, ხო, თქვათ ჭარბი წონა და 1 კილოზეც ის ენერვიულობდეს და მე ჩვენ თავს ვაჯერებთ ხოლმე, ან დაქალს რო გაუზერებთ, ის გქონება რომ იმე კაი რა, 1 კილო საერთოდ არც გემჩნევა და აგერ მეზობელს აგერ შვილი დაეღუპა და შენ საერთოდ რა განერვიულებს და ხშირად ადამიანებმა ეს სხვისი უბედურების, უფრო დიდი უბედურების, ვითომ და ერთი შეხედვით უფრო დიდი უბედურების შედარებით იციან ჩვენი ემოციური დამოკიდებულების გაუფასურება, რაც რა თქმა უნდა არასწორი არის და არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი რასაც განიცდის, ის არის მისი განსაცდელი და მას მოუთხოვოთ, რომ იმას არ განიცდიდეს, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური ფსიქიკა აქვს და ზუსტად იმას განიცდის, რაც უნდა განიცადოს და რაშიც უნდა მიიღოს გამოცდილება. ამიტომ ეს მომენტიც რომ ვიღაცა შენზე უფრო იტანჯება, ეს არ არის გამართლება, ან ხანდახან ჩვენ თავსაც ვუყურებთ ხოლმე, რომ აი, კაი რა, აგერ მართლა ვიღაცა მეზობელმა ყოლას, აგერ ამხელა გასაჭირი აქვს და მე კიდე რამენაღლება უბრალოდ ზედმეტი წონის გამო და ჩვენ თავსაც ჩვენითვე ვექცევით ხოლმე ეგრეთ სუდად და ჩვენითვე ვაუფასურებთ ხოლმე ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას საკუთარ რაღაცა ტრიგერებთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის არასწორი და სწორედ იმიტომ მე სხვაებიც გვაუფასურებენ, დაუფასურებენ ჩვენს ემოციურ
ემოციებს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონვე ვექცევით ხოლმე ჩვენ თავს ასე და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არ უნდა გავაკეთოთ და უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერი ემოციის უფლება გვაქვს, როგორი გასახსენებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, ნებისმიერი ემოციის ქონის უფლება აქვს და ემოცია რახან იბადება, ესე იგი იქ არის გარკვეული ტრიგერი, რომელიც არის მოსაგვარებელი, რომელშიც არის ჩასახედი თვალებში, რატომ ატრიგერებს მე ახლა ეს და არის შესამეცნებელი და განსაკურნებელი. რაც შეეხება ხა რატო ვიტანჯავით ადამიანები? ზოგადად დედამიწა ეს სხვა ვიდეოებში უფრო გაშლილი მაქვს ვედური კოსმოგონია როგორ აღწერს ზოგადად სამყაროს ტყობას, მაგრამ ხა ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ჩვენს პლანეტარულ სისტემაში არის 14 პლანეტა არის, ოღონდ არ გულისხმობ ჩვენთვის ნაცნობ პლანეტებს, ესენი უბრალოდ არის ჩვენი სისტემის პლანეტები, მაგრამ ზოგადად ჩვენი კოსმოგონიის ტყობაში არის 14 პლანეტარული განლაგება და აქედან დედამიწა არის შუაში, ანუ ქვედა შვიდეულის ბოლო არის რა, ბოლო რა, ქვევიდან ბოლო, ზევიდან პირველი. თუ სწორად ხსნი ახლა ვიზუალურად რო წარმოვიდგინოთ. ხო და ზედა პლანეტები არის უფრო მაღალვიბრაციული პლანეტები, სადაც უფრო კარგი ცხოვრება, ეს ძალიან მარტივად ახლა ძალიან უხეშად და მარტივად ყვები. სხვა ვიდეოებში უფრო კარგად მაქვს განხილული ეს როგორ არის დალაგებული. და ქვედა პლანეტები არის უფრო ტანჯვის და უფრო მეტი, კი, დამჯერად არის ეგეთი ადგილებიც, სადაც მეტი ტანჯვაა და მეტი უბედურება ხდება ვიდრე დედამიწაზე. და დედამიწა არის ერთ-ერთი შუალედური პლანეტა, სადაც ხდება როგორც დადებითი კარმის დაგროვების საშუალება არის ჩვენი პირობითად კეთილი ქცევებით, ასევე ნეგატიური კარმის დაგროვების საშუალებაც არის ჩვენი ნეგატიური ქცევებით. სხვა პლანეტებზე ეს არ არის, ანუ მაგალითად ზედა პლანეტებზე, რომელიც უფრო მაღალვიბრაციული არის, იქ უბრალოდ ჩვენი კარგი კარმული ქულებით, რომელიც დედამიწაზე დავაგროვეთ, მივდივართ უხეშად რო ვთქვა შვებულებაში და ვისვენებთ იმ მაღალ პლანეტებზე ჩვენ კარმულ დადებით ქულებს ვხარჯავთ იქ. და მე მოვდივართ ისევ ქვევით დედამიწაზე. ხოლო რაც შეეხება ქვედა პლანეტებს, იქ არის მხოლოდ ჩვენი ნეგატიური კარმული ქულების დაწვის ადგილი. აი როგორც მაგალითად ადამიანმა რაღაცა დააშავა და მიუსაჯეს ამდენი წელი და ამდენი წელი მისი ნეგატიური ქმედება უნდა გამოისყიდოს ციხეში მაგალითად, ხო? დაახლოებით ესეთ სიტუაცია, ანუ იქ არანაირ კარგ კარმულ ქულებს არ აგროვებ, უბრალოდ ისყიდი იმას, რაც დააშავე, მარტივად რო ვთქვა. შესაბამისად, ახლა როცა შემოგვა კარმის კონცეფცია, ხო, რომელიც არის ასევე ვედური ცნება, კარმა გვეუბნება, რომ თუ ოდესმე სადმე რამეს დააშავებ, ეგ ყველაფერი რომელიმე სხვა ცხოვრებაში და სადღაც აუცილებლად დაგხვდება წინ. და ძალიან ხშირად, როდესაც კონსტიტუციაზე ეწერებიან ხოლმე და კონსტიტუციას ვატარებ, უმრავლესობა ადამიანი, ისედაც მოდის უკვე გამოღვიძების პროცესში და პასუხებს რო ეძებს და რაღაცა ასე ვთქვათ, გაცნობიერებები აქვს, ხო? და ყოველთვის ადამიანები რომლებიც იწყებენ გამოღვიძებას და იწყებენ აი ამ ყველაფრის გაქექვას, რატო დამემართა ეს, რატო გადამხდა, კარმა ის ყოფილა, მაშინ კარმა თუ ესე მუშაობს, მაშინ იმდენად ცუდი რაღაცები მაქვს გამოვლილი და იმდენად დიდი ტკივილები, მაშინ დავიჯერო ესეთი ცუდი ადამიანი ვიყავი სადღაც სხვა ცხოვრებაში და იწყებენ ხოლმე სხვადასხვა მერი ცხოვრებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და აღმოჩნდება ხოლმე რომ შეიძლება არც კი ქონიათ ეგეთი ცხოვრება, სადაც ეგეთი ცუდი ადამიანები იყვნენ, რომ ეხა ამდენი რაღაცა დაბრუნებოდათ. რა თქმა უნდა, სადღაც ეხა ყველა რაღაცას დავაშავებდეთ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ამდენი ინკარნაცია გაიარო და სადღაც რაღაც არ დააშავა, მაგრამ კარმა არ არის განაჩენი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? კარმა არის უბრალოდ პრინციპი, როგორც მუშაობს სამყარო. აი როგორც მაგალითად სკოლა ხო არის სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა. თუ მაგალითად არ სწავლობდი კარგად მე-5 კლასში, არ გადაგიყვანენ მე-6 კლასში და ჩაგტოვებენ მე-5 კლასში. მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მასწავლებელს არ მოსწონხარენ, შენთვის ცუდი უნდა, ან არ ვიცი, ცუდი ადამიანი ხარ და ამიტომ ჩაგტოვეს. არა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შენ იზარმაცე, არ ხარ მზად იმისთვის, რომ გადახვიდე შემდეგ კლასში, იმიტომ რომ იმ სხვა კლასში სხვანაირი მომზადებულობა ჭირდება ბავშვებს და სხვა ბავშვებსაც ხელს შეუშლი და ვერ დაეწევი და ამიტომ შენთვისაც ჯობია, რომ წინა კლასში დარჩე და მასწავლებლისთვისაც ჯობია, რომ მე-6 კლასში შენ არ ეჯდე, ხო, პირობითად. მაგრამ ეს არ არის დასჯა, ეს არის უბრალოდ სისტემა, როგორც მუშაობს იმისთვის, რომ შენც გაიარო ის გზა, რომელიც უნდა გაიარო და თუ მეტი დრო გჭირდება იმ მე-5 კლასის მასალის სასწავლად, რომ უფრო მეტი დრო დახარჯო და ვინც გადავიდნენ მე-6 კლასში, იმათ ხელი არ შეუშალო და იმათ თავისი გზა აქვს, ხო? იგივე ვიდეო თამაში, ხო? ანუ რაღაცა ტურში ვერ გადიხარ, შეიძლება დაგავრდნოს უკანა ტურში, ან აღარ გაგიშვა სანამ იმ ტურს არ გაივლი, ხო? ასე მუშაობს სწორედ კარმა. ანუ ეს არ არის განაჩენი, არ არის სასჯელი, არ არის რაღაცა ის რო დედა რაც უდე ვიყავი და ეხა ვიღაცა მემსჯის, საერთოდ არა, იმიტომ რომ სამყაროს დაღმა ერთს ყველა ვუყვარვართ და
რა ცოდვაც არ უნდა ქონდეს ადამიანს ჩადენილი პირობითად, ყველა თანაბრად უყვარვართ სამყაროს და ჩვენს შემქმნელს. ამიტომ არ არსებობს ცოდვა და დანაშაული, რომლის გამოც ჩვენ ღმერთს და სამყაროს არ ვეყვარებით და ეს ცუდი ადამიანი ხარ და მოდი ამას არ მივცეთ შანსი ცხოვრებაში. არ არსებობს ესეთი რაღაცა. მუშაობს უბრალოდ კარმის პრინციპი და თუ სადღაც უბრალოდ რაღაცა დააშავე ან რაღაცა სადღაც გადაუხვია ან ისე არ გააკეთე რომელიღაცა ცხოვრებაში, შესაბამისად შანსი გეძლევა ამ რაღაცა ჩამოქვეითებით, პირობითად შანსი გეძლევა იმისა, რომ დაეწიო პროგრამას, დაეწიო იმ გამოცდილებებს, რომლის მიღება და გავლა გინდოდა ხო ცხოვრებაში. ამიტომ ეს არ არის სასჯელი. მაგრამ მეორე მხრივ, ეხლა უფრო სხვა რაკურსიდან შევხედოთ, ახლა მთაზე ავიდეთ და იქიდან გადმოვიხედოთ, ხო უფრო ფართოდ თუ შევხედოთ. ზოგადად მატერიალური სამყარო სწორედ იმიტომ შექმნა ღმერთმა და იმიტომ არის მოგონილი, რომ ადამიანებმა მიიღონ გამოცდილებები, მათ შორის ნეგატიური, იმიტომ რომ ეს არის გამოცდილებების ნაწილი, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი პლანეტარული სისტემა ვედური კოსმოგონიით არის პოლარობის პრინციპზე აგებული, ანუ ორობითი პრინციპით მუშაობს და სადაც არის კარგი არის ცუდი, არის მაღალი არის დაბალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ გინდა მიიღო კარგი ბედნიერების გამოცდილებები, ასე უნდა მიიღო უბედურების გამოცდილება, იმიტომ რომ უბრალოდ პოლარობაზე მუშაობს და ასეთია ჩვენი სამყარო. და ამიტომ ტანჯვაც არის ბედნიერების გამოცდილების ნაწილი და ბედნიერება მათ შორის ტანჯვის ნაწილის გამოცდილება არის და ეს ორი რაღაცა მხოლოდ პოლარობაში შეიმეცნება, ხო? და თუ ადამიანი მოდის იმისთვის, რომ შეიმეცნოს ბედნიერება, უნდა შეიმეცნოს უბედურება რა არის. და ყველაზე ხშირად, რასაც მეკითხებიან ხოლმე კონსტატაციებზე არის ის, განსაკუთრებით ადამიანები, ვინც ხშირად მაკითხავენ და წლებია მაკითხავენ, არის ის, რომ რით ვეღარ გამოვედი ამ ტანჯვიდან და რატო ვიტანჯები სულ. აგერ დავიწყე ამის კითხვა, დავიწყე იოგა, დავიწყე მედიტაცია, წავიკითხე წმინდა წერილები, ეს თქვენი, ვიმოგზაურე ინდოეთში, რაღაცა შეწირულობებს ვაკეთებ და მაინც რატო ვიტანჯები. და მაინც რატო ვერ გამოვდივარ ტანჯვიდან. და სწორედ რეალურად დღევანდელი პოდკასტი არის, რომ ამ კითხვაზე უნდა გავცე პასუხი, მაგრამ სავარაუდოდ იმ პასუხს, რომელსაც გავცემ, არავინ არ ელოდებით, იმიტომ რომ ძალიან მარტივი პასუხია, რაც იდეაში ნებისმიერ ადამიანში დარწმუნებულია, რომ ეს პასუხი არსებობს, მაგრამ მინდა რომ ყურადღება გაგამახვილებინოთ, იმიტომ რომ ადამიანის გონება ისე არის მოწყობილი, რომ თუ ძალიან ბევრს იტანჯება, გონია რომ ამ დიდი ტანჯვიდან გამოსავალიც დიდ ძალისხმევასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ან ბევრ ვარჯიშთან, ან ბევრ მედიტაციასთან, ან ბევრ კითხვასთან და ასე შემდეგ, მაგრამ ასე არ არის. იმიტომ რომ სამყაროში ასევე არსებობს თავისუფალი ნება. ხო, განვიხილეთ კარმის პრინციპი, განვიხილეთ ინკარნაციის პრინციპი და რომ სამყაროში არის თამაში რეალურად, როგორც დიდი ვიდეო თამაში და ეხლა მოდი განვიხილოთ ეს პრინციპი. რა არის თავისუფალი ნების პრინციპი? თავისუფალი ნების პრინციპი არის ის, რომ შენ თავში რასაც გადაწყვიტავ, სამყარო მაგაზე გეუბნება, რომ დაიყოს ნება შენი. აი უპირობოდ გინდა კაცის მოკლა მოგაკვლევინებს, გინდა რომ აშენდე და ვიღაცები გააბედნიერო და 100 ადამიანი შეიფარო და აჭამო და ასვა და გააბედნიერო, ხო? მოგცემს მაგის საშუალებას. გეტყვის და იყოს ნება შენი. ან შენ რასაც იტყვი, სამყარო ვალდებულია, იმიტომ რომ ასეთი ამ სამყაროს პრინციპი. შენ გაქვს ნება, შენ გაქვს ნების ძალა და შენი ნება რასაც იქნება, იმაზე იქნება თანხმობა სამყაროდან. ამიტომაც არსებობენ ბოროტი ადამიანებიც პირობითად, იმიტომ რომ ხა ბოლომდე ბოროტი არავინ არ არის, ყველა ადამიანში ბოროტშიც არის რაღაცა კეთილის ნაწილი და კეთილშიც არის ბოროტის ნაწილი, მაგრამ ზოგადად რო შევადაროთ, ხო, ამიტომ არსებობენ მკვლელებიც, პედოფილებიც, ისინიც ასენიც და ამიტომ არსებობენ გურუებიც, გასხოსნებული ადამიანებიც, დედა ტერეზებიც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს აქვს ნება, თავისუფალი ნება და ის რას გამოავლენს, ეს არის მისი არჩევანი. ნუ რა თქმა უნდა, ხა აქ თუ განვიხილოთ, რომ ყველა ადამიანს თავის ნათელი რუკა აქვს და ყველა ადამიანს რაღაც შეზღუდული არეალი აქვს, მაინც ქმედების და ესე თავისუფალი ნება არ ნიშნავს, რომ ყველაფრის ნება გაქვს, ესეც ჭეშმარიტია, მაგრამ აქ არის კიდე ის მომენტი, რომ ადამიანს არ ექნება ისეთი სურვილი, რაც მის რუკაში არ წერია. ან ჩვენ სურვილებიც ჩანს ჩვენს რუკაში, როგორი სურვილები გვექნება. შესაბამისად, ის რომ რაღაცა სურვილი გაჩნდა და ეს არის ჩვენი ნება, ეს წინასწარ არის დაწერილი კი, რისი სურვილი გვექნება. მაგრამ მეორე მხრივ მე ამ სურვილს ჩვენ
შევისრულებთ თუ არ შევისრულებთ, აი ეს უკვე არის ჩვენი შრომიდან და ჩვენი რამდენად მოვიფხანთ მოკლედ თავს და რამდენად გავანძრევთ ერთ ადგილს და გავაკეთებთ უკვე ამაზე დამოკიდებული. მაგრამ ნებაც აი ეს მაგალითად ხო, თუ რუკაში ადამიანს პერსპექტივა და პოტენციალი არ აქვს და არანაირი ნამიოკი არ აქვს, რომ პირობითად უნდა გამოვიდეს კოსმონავტი ან პრეზიდენტი, ხო, მას არასდროს არ გაუჩნდება ეგეთი სურვილი, რომ გამოვიდეს კოსმონავტი ან პრეზიდენტი. შესაბამისად, ნება, რომელიც არ არის გაწერილი ადამიანის პირად ჰოროსკოპში, პირადი ჰოროსკოპი არის როგორც ადამიანის, ასე ვთქვათ, ავატარის მონაცემები, რომელს ხელშიც ის მოდის, მაშინ რა თქმა უნდა, იმის სურვილი არ გაჩნდება, ხო? შესაბამისად, თუ რაღაცაზე გაჩნდა სურვილი, ესე იგი ეს არის გაწერილი შენს ავატარში, რომელშიც მოხვედი, შესაბამისად, სწორედ ესეთი ავატარი აირჩია შენმა სულმა, რომ ასეთი სურვილები და ასეთი ნების უფლება გქონოდა. შესაბამისად, როდის დამთავრდება ტანჯვა? როცა იქნება ნება შენი? სამყარო გაგცემს სწორედ ასეთ პასუხს. ეხლა რას ნიშნავს, როცა იქნება ნება შენი? შეიძლება დავფიქრო რა, ეხლა მე მინდა რომ ვიტანჯები? კი, გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ გგონია, რომ ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ რეალურად ვიზიდავთ იმას, თუ როგორი ფსიქიკაც გვაქვს ჩვენ. ანუ აქ მოდი ცოტა გავარკვევთ რა ხდება. მაგალითად, მე მინდა ბევრი ფული. მაგრამ ჩემ ფსიქიკაში შეიძლება დალექილი არის კომპლექსი იმისი, რომ არასდროს არ მქონდა ბავშვობაში ფული და ფული იმიტომ მინდა, რომ რაღაც ჩემი კომპლექსების გადაფარვა მინდა და მოკლედ რაღაც არაჯანსაღი სურვილია, ხო? იმიტომ რომ სურვილი ჯანსაღი არის, თუ ჯანსაღი რაღაცები ამოტივირებს, ხო? იგივე ბევრი ფულის ქონა შეიძლება იყოს ჯანსაღიც ეს სურვილი და შეიძლება იყოს არაჯანსაღიც. ანუ სურვილები არ განისაზღვრება შინაარსით, არამედ განისაზღვრება ჩვენი შინაგანი იმპულსით, თუ რატო გვაქვს ეს სურვილები, ხო? თუ ვიღაცას მინდა შევეჯიბრო, თუ ვიღაცას მინდა დავანახო, ან რაღაცა შევაშურო, ან ვაჯობო, ან რაღაცა დაბალბრეციული იმპულსებით მოდის ჩემი სურვილი, მაშინ ეს არის უკვე არასწორი სურვილი, ხო და შეიძლება ეს სურვილი არ ამიხდას და ამაზე არ იყოს ნება ჩემი. ანუ სამყარომ არ მიპასუხოს ასე. მაგრამ თუ სურვილი არის იმპულსური კი არა და არამედ გააზრებული და ძალიან კეთილის რახვებით, მაგალითად მინდა ბევრი ფული, იმიტომ რომ მინდა ძალიან ბევრი ადამიანს დავეხმარო, მინდა თუნდაც ცხოვრება მოვიწყო და კარგად ვიყო და ბედნიერად ვიყო და არა ის რომ ვინმე შევეჯიბრო და ასე შემდეგ, ეს არის უკვე ჯანსაღი ნება ადამიანის. და ეს იმპულსებიც თუ რატო გვინდა რაღაცები, ეს სურვილები გარკვეულწილად მოდის ხოლმე ჩვენი ტრავმებიდან და ჩვენი ფსიქიკის ზოგადად ჩვენი ფსიქიკა რო წარმოვიდგინოთ როგორც საათის მექანიზმი, ხო? როგორც ჩვენი ფსიქიკა მუშაობს საათის მექანიზმი, ზუსტად ისე გვიხდება რაღაცები ცხოვრებაში და ზუსტად იმას ვიზიდავთ და არა იქიდან გამომდინარე თუ რა გვსურს ჩვენ. და ფსიქიკა კიდე უმრავლეს ადამიანებს გვაქვს ცოტათი დანგრეული თუ ძალიან არა, იმიტომ რომ თუნდაც ის რა რეალობაში ვართ, როგორ ქვეყანაში ვართ, როგორი ბექგრაუნდი აქვს ამ ქვეყანას, ჩვენი მშობლები როგორი დატრაუმულები არიან ამ ქვეყნის ისტორიის გამო და ნუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი ბექგრაუნდი არის იმისა, რომ ყველა ადამიანი სამყაროში იყოს დასტრესილი, თუნდაც დასტრესილი რა, ანუ ესეთი რაღაცნაირად მისი ცნობიერება იყოს დაბინძურებული და ფსიქიკა იყოს დატრამვული და თუნდაც იგივე ასტროლოგიური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ხო? თუ ასტროლოგია ნებისმიერი ადამიანის ნატალურ რუკა გვაჩვენებს მისი ავატარის მოცემულობას და არა მარტო ავატარის, არ არსებობს ასტროლოგიური რუკა, რომელიც არის იდეალური. ანუ ყველგან არის რაღაცა, რაც ცოტათი გამოსასწორებელია, ცოტათი სამუშაოა და ცოტათი დასალაგებელი. ანუ იდეალური რუკა არავის არ აქვს. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს იდეალური ცხოვრება, არ ნიშნავს, რომ ეს ექნება იდეალური რუკა. ხშირად მინახავს ადამიანები, რომელსაც ურთულესი რუკა აქვს, მაგრამ ეს რუკა ისე აქვს დამუშავებული, რომ სასწაულ შედეგებზე არიან გასულები და მინახავს რუკები, რომელიც მეტნაკლებად ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ ძალიან კარგად იცხოვრონ, მაგრამ იმ ელემენტარულ საშუალებებსაც კი არ იყენებენ ცხოვრებაში და არ გაუნძრევიათ ხელი, რომ შეერგოთ და გამოეყენებინათ რა შანსები და საშუალებებიც მათ მიეცათ. დაუბრუნდეთ ისევ იმ დებულებას, რომ ყველაფერი არის ნება ჩვენი და ეს ნება შეგვიძლია ჩვენ თავს გადავუწყვიტოთ და ეს არის ალბათ ის წერტილი, რომლიდანაც ადამიანი ამთავრებს უბედურ მდგომარეობაში ცხოვრებას, შინაგან განცდებში და იწყებს ბედნიერ ცხოვრებას. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროში ყველაფერი დაალაგდება და ომები აღარ იქნება და სუმშვიდობა იქნება და ამიტომ იქნება კარგად. არა. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ შინაგანი სიმშვიდე მოდის და ყველაფერთან ერთობაში მშვიდი აღქმა და დამოკიდებულება მოდის, ხო? და ეს შეგიძლია შეცვალო შენი მხოლოდ შინაგანი გადაწყვეტილებით. ეხლა რა არის შინაგანი გადაწყვეტილება და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? სანამ სამყარო არ იცის შენ რეალურად რა გადაუწყვიტე შენ თავს,
და შესაბამისად სამყაროსთან მიმართებაში რა გადაწყვიტა, მანამდე ის გთავაზობს ძალიან მრავალფეროვან რაღაცებს, რომ აბა ის ხო არ უნდა, აბა ის ხო არ უნდა, ხო? აი წარმოვიდგინეთ, შედიხართ რესტორანში, თქვენ არ იცით რა კერძის არჩევა გინდათ და რა თქმა უნდა გთავაზობენ უამრავ რაღაცას, რაც შეიძლება საერთოდ არ გინდათ, მაგრამ ნუ შემოგთავაზებენ და მოგიტანენ კიდეც, გაგასინჯებენ კიდეც და ნუ ბევრ არასასურველ რაღაცას გასინჯავთ ამასობაში, ანუ ჩამოყალიბდებით რა გინდათ რეალურად. მაგრამ მარტო ის რომ მე გადავწყვიტე რომ მაგალითად მინდა რაღაცა კერძი, ეს ხო არ არის საკმარისი, ეს უნდა ცხადად ვუთხრა ადამიანს, რომ ეს მინდა, რომ ეს მომიტანონ და სწორედ ასე არის საჭირო სამყაროში, რომ ცხადად უნდა დავაფიქსირო მე რა გადავწყვიტე, რა მინდა რომ მომართვან. გამოცდილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისთვისაც ადამიანები მოვდივართ ზოგადად მატერიალურ ინკარნაციებში, მათ შორის ცუდი გამოცდილებაც პირობითად არის გამოცდილება და კარგი გამოცდილებაც არის გამოცდილება. შესაბამისად, უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი გამოცდილება, მაგრამ თუ ჩვენ არ გადავწყვიტეთ კონკრეტულად როგორ გვინდა რომ ეს გამოცდილება მივიღოთ, სამყარო შემოგთავაზებს მისთვის ყველაზე მარტივად განსახორციელებელ ვერსიებს. იმიტომ რომ ზოგადად სამყარო ყოველთვის არის იქეთკენ მიდრეკილი, რომ მან რაღაცაში დაზოგოს დრო და დაზოგოს ენერგია. ანუ თუ მაგალითად სამყაროს შეუძლია, რომ შენ რო პირობითად თანაგრძნობის გაკვეთილი მიგაღებინოს იმითი, რომ მაგალითად ტოქსიკურ ურთიერთობაში შეგიშვას, ან შემოუშვას შენ ცხოვრებაში ტოქსიკური ადამიანი, ხო? იქვე შენ ადგილას მაგალითად ახალი მეზობელი ყავს და იმასთან დაიწყო ტოქსიკური ურთიერთობა, ხო? ყველანაირი დანახარჯის გარეშე ისე რომ შენი ცხოვრების ტემპი არ იცვლება, რიტმი არ იცვლება, განსაკუთრებით არსა და შენი კომფორტ ზონიდან არ გადიხარ და აი იქვე შენ სამეზობლოში ჩაგისახლა ტოქსიკური ადამიანი, ხო? ვიდრე შენ ახლა გამოგზაუროს რაღაცა მთელი დედამიწის გარშემო და გაჩვენოს გაჭირვებული ხალხი როგორ ცხოვრობს ინდოეთში, ქუჩაში და როგორ კვდება და მანდ გაგიჩნოს თანაგრძნობა, ხო? ანუ შენ რო შენი კომფორტ ზონიდან გამოგათრიოს სამყარომ და მასე გაჩვენოს ეგ გამოცდილება და მასე მოგანიჭოს, ანუ ეგ მისთვის უფრო მეტად დანახარჯვადია, ვიდრე ის, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში შეგიყვანოს. თან აქ გასათვალისწინებელია ის, რომ რეალურად ჩვენი ოცნებები, რაზეც ვოცნებობთ, რეალურად ხშირ შემთხვევაში მაგის გაკეთების ბოდიში და ტრაკი უმრავლესობას არ გვაქვს ხოლმე. ყველა ვოცნებობთ, ვიღაცას უნდა ინდოეთში მოგზაურობა, ვიღაცა შვეიცარიაში, ვიღაცას მანქანა უნდა, ვიღაცას ის, ვიღაცას ეს, ყველა რაღაცაზე ვოცნებობთ, მაგრამ აი დღეს ვერ დაგიტო ახლა შენი საოცნებო მოგზაურობის ფული 1000 ფიქრი გაჩნდება, რომ ანუ იცი რა, კი, კარგია, მაგრამ იქ აბა გადასახადები რომ მაქვს, აბა ვალები რომ მაქვს, აბა ეხა ბავშვს რო ეს ჭირდება, ანუ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ის უფრო მნიშვნელოვანია. მოკლედ მაინც არ წახვალ იმ საოცნებო მოგზაურობაში. ძალიან ცოტა ადამიანები არიან მაგ მომწიფების სიხშირეზე, რომ თავის ოცნებებთან ეგრეთ თამამად იყვნენ და მაგის ტრაკი ჰქონდათ. ანუ სხვა შემთხვევაში ყოველთვის უკან დაიხევ. ეგ ერთ-ერთი მიზეზია, სხვა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც არ გიხდება ოცნებები. ნუ ეს სხვა თემა, მაგრამ ნუ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვახსენოთ აქაც. ხო და იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ესეთი ჩვენ რაღაცა კომფორტის ზონაში და ჩვენი გონების შიშებში და კომპლექსებში და ფობიებში ჩაკეტილი არსებები ვართ და არ გვიყვარს ჩვენი კომფორტის ზონის დატოვება, ამიტომ გაკვეთილები მოდის ჩვენივე კომფორტის ზონაში. და შესაბამისად სამყარო აგურჩევს ისეთ გამოცდილებებს, რომელიც მარტივია, რომ ჩვენ რო არ გამოვდივართ იმ კომფორტის ზონიდან, იმან შემოგვიგდოს რაღაცა მარტივად. იმიტომ რომ ჩვენ არ გამოვდივართ ამ კომფორტის ზონიდან, რაღაც უფრო მრავალფეროვანი გვაჩვენოს და ამიტომ ნუ მაშინ ოკეი, ყავდეს ტოქსიკური მეზობელი პირობითად. მაგრამ ამის არჩევა ჩვენ თვითონ შეგვიძლია და ამის გადაწყვეტილება ჩვენ თვითონ შეგვიძლია, თუ ჩვენ ვიაზრებთ იმას და მაგ თვალით უყურებთ, რომ ყველაფერი სამყაროში არის გამოცდილება, ნებისმიერი ტოქსიკური ადამიანი, ტოქსიკური გარემოება თუ სიტუაცია არის ასევე გამოცდილება და ტოქსიკური ადამიანის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში ატრიგერებს იმ წერტილებს, რომელიც საჭირო რომ დატრიგერდეს იმისთვის, რომ მე მოვირჩინოთ და მოვიშუშოთ ეგ ადგილები და განვითარდეთ და ჩვენ თავზე უფრო გავიზარდოთ, ამისთვის არის საჭირო. თუ ვიაზრებთ ამ ყველაფერს და თუ გლობალურად უყურებთ ამ სიტუაციას და თუ ცოტა ეგოსგან დისტანცირდებით და უბრალოდ დამკვირვებლის როლიდან ჩვენ ავატარს, ანუ ჩვენს სხეულს და ჩვენს ცნობიერებას და ყველაფერი რაც მოყვება ჩვენს სხეულს, ხო? გადავუწყვიტავთ, რომ იცი რა, მე დღეიდან აღარ მინდა რომ მივიღო ნეგატიური გამოცდილება, ანუ პირობითად ნეგატიური, ხო? ანუ რაც მე მტკენს, რაც მე მანერვიულებს, რაც მე მაშფოთებს, რაც მე ცუდად მხთის, აი ასეთი რაღაცეებიდან აღარ
მინდა გამოცდილებების მიღება და მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ამიერიდან ყველა ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მინდოდა უბრალოდ სულის მდგომარეობაში, როცა დედამიწაზე მოვიდოდი კონკრეტულად ამ ავატარში, რისი მიღებაც მინდოდა და რისი გამოცდილების გავლაც მინდოდა, მოდი ეს ყველაფერი მივიღო მხოლოდ ბედნიერების ემოციით, მხოლოდ სიმსუბუქის ემოციით, მხოლოდ კარგი რაღაცა სიხარულის ემოციით და ამასობაში ისიც გავიგო რა არის თანაგრძნობა, ისიც გავიგო რა არის გაჭირვება და ყველა ის გამოცდილება მივიღო, რისთვისაც აქ ჩამოვედი. და სამყარო გაგაგიჟებთ უბრალოდ რამდენად მრავალფეროვანი საშუალებები აქვს იმისა, რომ თქვენ მოგიტანოთ და რაღაცნაირად გამოცდილების დონეზე გაგაცნობიერებინოთ ის ყველაფერი, რისთვისაც მოხვედით დედამიწაზე. ანუ შეგიძლიათ მაგალითად უდიდესი თანაგრძნობა გაგეხსნათ უბრალოდ ფილმის ყურებით, ან იგივე მოგზაურობით, ან ხესროფოთლებით სვემაგის ყურებით, ან ჩიტების ჭიკჭიკზე დაკურებით, ანუ აი იმდენად მრავალფეროვანი არის შემეცნების არეალი სამყაროში, აი სადაც გინდა გაიხედე, ყველგან გამოცდილება არის. თუ მაგ თვალით უყურებ, რა თქმა უნდა, ადამიანი და თუ მაგ დაშვებას აკეთებ და თუ ეხლა რასაც ვამბობ, ეს თქვენთვის რეზონირებს. და შესაბამისად, როცა შინაგანად იღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა აი მაჩვენე სამყარო, აბა რამდენად მრავალფეროვანი ხარ და მაჩვენე როგორ მარტივად და ლამაზად მხოლოდ დადებითი შეგრძნებებით და ემოციებით შეგიძლია მასწავლო ის, რისთვისაც აქ მოვედი და რაც უნდა ვისწავლო. აი ესეთი მარტივია, მხოლოდ შინაგანი გადაწყვეტილების მიღებით და სამყაროსთან ცხადად, აი კონკრეტულად, ძალიან ცხადად ამის თქმით, რასაც ჩვენ ვიტყვით, ბოლოს გითხარით პატარა მედიტაციასავით გვექნება და ამას ვეტყვით სამყაროს და სამყარო აუცილებლად ამას შეისმეს და მე ნახავთ, როგორ სხვანაირად გამოვლინდება ხოლმე სამყარო თავისი გამოცდილებებით თქვენთან მიმართებაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცა, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს არის ძალიან იდეაში ძალიან საკრალური მომენტია ეხლა და ძალიან მიხარია, რომ ვაზიარებ ამ საკრალურ მომენტს, რომელიც ჩემ თავთან მაქვს გავლილი ბევრ ესეც საკითხებთან დაკავშირებით. და ყველამ თქვენ თავთან უნდა გაიაროთ ეს საკრალური მომენტი, რასაც ვქვია თქვენ თავთან მყარი გადაწყვეტილების მიღება სამყაროსთან მიმართებაში. და ამ გადაწყვეტილებას ჭირდება ის, რომ არ შეგეშინდეთ და არ ქონდეთ ეჭვები. იმიტომ რომ ყველაფერი ის, რასაც ვიწყებთ ამ ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა ეგ სურვილის ასრულებაა თუ სამსახურია თუ ნებისმიერ რაღაცა ხო სწორი კვება თუ ვარჯიში ხო, თუ ვიწყებთ შიშით და ეჭვებით, ის რაღაცა აი თავშივე განწირულია რომ არ გამოვა. გადაწყვეტილებას ჭირდება სიმყარე და ჭირდება რწმენა. ანუ ეს ორი რაღაცა ჭირდება. ამიტომ თქვენ თავთან უნდა მიიღოთ ძალიან მყარი გადაწყვეტილება და არ უნდა გქონდეთ ეჭვები. რომ აუ და ეს აი იცი რა, ეს ახლა გოგო კი სწორ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ იცი რა, ახლა ჩემს ცხოვრებაში აბა ეგრე როგორ იქნება, მე ხო ძალიან ტოქსიკური დედა მყავს და აბა რა, ახლა დედა შეიცვლება, ან მე ხო რაღაცა ძალიან ცუდი სამსახური მაქვს და ხარა სამსახური დამეცემა ახალი თავზე. ანუ აი ეს ეჭვები არ გინდათ. უბრალოდ ნებისმიერ რაღაცა, რასაც თქვენ თავთან გადაწყვეტავთ და მე ხა უბრალოდ ერთ თემაზე დაყრდნობით ვაკეთებ, გასწავლით როგორ მიიღოთ მყარი გადაწყვეტილება შინაგანად და როგორ განაცხადოთ ამის შესახებ სამყაროსთან და დანარჩენი მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ იგივე მეთოდით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ რაღაცასთან დაკავშირებით მიიღოთ გადაწყვეტილება და განაცხადოთ თამამად სამყაროსთან მიმართებაში. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ მე ეჭვებში, რომ აუ ეხა რო არ მოხდეს და იქნება ესე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში იქნება არ გამართლოს და ან შიში რომ აუ მართლა ესე რომ მოხდეს მე ვაიმე რამე სულ სხვა არ ვიზნე მამითი ან ვინმე სხვა დავაზიანებ და ასე შემდეგ ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ამ ყველაფრის თანხლებით ეს საკითხი არ გამოვა. და ბოლოსკენ როცა ჩვენ გავაკეთებთ ამ პატარა მედიტაციას, სადაც გაიმეორებთ უბრალოდ რასაც ვიტყვი და როგორც უნდა მიიღოთ ეს შინაგანი გადაწყვეტილება, ხო? პარალელურად უბრალოდ დააკვირდით თქვენ თავს, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ძალიან დიდი სიმყარით მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ თავსაც დააკვირდით, ხომ არ გაქვთ შიშები, ხომ არ გაქვთ რაღაცა უკანა ფიქრები, ეჭვები და ასე შემდეგ და თუ ეს ყველაფერი გექნებათ, იყოს თავისი თან ტვინი, თავისთვის მუშაობს, თავის ცხოვრება აქვს ტვინს და კონდეს ის აზრები, რომელიც აქვს, ეს თქვენ საერთოდ არ გეხებათ, როცა იღებთ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ სულიერ წიგნს წაიკითხავთ, რამდენს იმედიტირებთ, რამდენს იოგას, რამდენს გააკეთებთ, რამდენად სულიერ მაღალუბრეცულ ადგილებში ცხოვრებთ.
თუ შინაგანად არ გადაწყვიტეთ, რომ რაღაცა აღარ გინდათ და რაღაცის შეცვლა გინდათ სხვანაირად, სხვა შემთხვევაში ეს რაღაცები ვერ გიშველით. რა თქმა უნდა, სულიერი ლიტერატურის კითხვას, მაღალ ვიბრაციებში ყოფნას, ეგ წმენდებს, მედიტაციებს და ასე შემდეგ აქვს თავის ძალა, რა თქმა უნდა, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ პირველი ყოველთვის მედიტაციას და ენერგეტიკის წმენდას ურჩევ ხოლმე ადამიანს, როცა რაღაც აწუხებს, მაგრამ ეს არის უბრალოდ ხელის შემწყობი ფაქტორი, რომ ადამიანი ნელ-ნელა გავიდეს მაგ ცნობიერებაზე, რომ რეალურად ის, რაც უნდა, მაინც თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მაინც თვითონ უნდა განუცხადოს სამყაროს, იმიტომ რომ შენ რომ მედიტირებ და თქვათ ვარჯიშობ იოგას ხო სამყაროს უთხარი რისთვის აკეთებ მაგას ანუ იცის რა შედეგისთვის გინდა ამის კეთება ანუ რატო დაიწყე იცის გაცხადებულად უთხარი რისთვის გინდოდა და ამის სანაცვლოდ რისი მიღწევა გინდა ან რატო დაიწყე ამის კეთება რა პრობლემის აღმოფხვრა გინდა ანუ ეს ყველაფერი უთხარი სამყაროს რისთვის აკეთებ და რისთვის გინდა ალბათ არა, იმიტომ რომ ნებისმიერ ქმედებას ჭირდება განზრახვა იმისთვის, რომ ამან მოგიტანოს ის შედეგი, რომელიც გინდა რომ მოგიტანოს. ანუ უბრალოდ ეს რო აკეთებ, კაცს მარიცეს რისთვის აკეთებ, ხო? ანუ იგივე მიდიხარ მაგალითად ფიტნეს ინსტრუქტორთან, ხო? თუ არ უთხარი შენ რა მიზანი გაქვს და მიდიხარ და უბრალოდ იწყებ ვარჯიშს და ისიც უბრალოდ რაღაცა ვარჯიშებს გაჩვენებს, ანუ მიზნობრიობა თუ არც ერთმა არ იცით, არც შენ და არც იმან, ანუ მაშინ უბრალოდ აკეთებ რაღაცა მოძრაობებს, რომელიც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მეტი ჯანმრთელობა არის და უკეთესად გძინავს, მაგრამ ჯამში შედეგი, მიზანი რა არის, რაზე უნდა გახვიდე, არავინ არ იცის და შესაბამისად ვერანაირ შედეგზე გლობალურად ვერ გახვალ, ხო? და მეორე მომენტია, როცა შენ იცი რისთვის მიხვედი, მაგრამ არეუნები ინსტრუქტორის რისთვის მიხვედი და ის ქაოტურად გთავაზობს ხან ერთ ვარჯიშებს, ხან მეორეს, ხან იმას, ხან იმას და საბოლოოდ შედეგი არ დგება. ამიტომ ნებისმიერ რაღაცა, რაც გინდა და რისთვისაც რაღაცა ქმედებას იწყებს, სამყაროში უნდა განაცხადო, რისთვის აკეთებ მაგას მიზნობრიობა რა არის, რა მიზნამდე გინდა მისვლა. ეს ჯერ შენ უნდა დაინახო ძალიან ცხადად და იცოდე ძალიან ცხადად რა მიზნისთვის აკეთებ და მე სამყაროს უნდა უთხრა ძალიან კონკრეტულად. და მაგ შემთხვევაში, აი 1000 მაგად და 10000 მაგად გაგიადულდება მაგ მიზნამდე მისვლა. და დანარჩენი ახლა მედიტაციები და ისინი და ასენი, ხო, ეს ყველაფერი უბრალოდ გეხმარება, რომ ეს გზა გაიარო, მაგრამ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო და შენ უნდა განუცხადო სამყაროს რეალურად რა გსურს. აქამდეც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს გაგიჩნდათ ის ფიქრები, რომ დაიცახა ეგრე ადვილი რო იყოს, რა ეხა მასე ესეთი ადვილი თუ ამდენი ადამიანი რატო იტანჯება. ყველაფერი გენიალური არის ესეთი მარტივი და აი ამ სიმარტივეში არის ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ფილოსოფია. ეს არ არის რაღაცა ახალი, რასაც მე ვამბობ. ამას იპოვით ბუდიზმშიც, ვაიშნავიზმშიც, ამას იპოვით სხვადასხვა სულიერ გურუებშიც, ამ რა თქმა უნდა სხვანაირად დალაგებულ და სხვანაირად მოწოდებულს, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ინოვაცია და სიახლე. ყველა გურუ მაგას გეუბნებათ, ხო? რომ მოეშვი, იმიტომ რომ ნერვიულობა და ტანჯვა შენი ეგოს ნაწილია. და იყავი ეგოსთან ცოტათი დისტანცირებული დამკვირვებლის პოზიციაში და აღარ დაიტანჯები. ანუ რეალურად ეხა მთელი რამდენია 38 წუთია ამ კონცეფციის ანროლს და ესე გაშლას ვაკეთებ, რაც რეალურად უდიდეს სულიერ გურუებს, მათ შორის ქრისტეს, მათ შორის კრიშნას და სხვადასხვა ღმერთებს და წმინდა წერილებს და წიგნებს უთქვამთ და ეს ყველაფერი რეალურად დედამიწაზე არსებობს ეს გამოსავალი. უბრალოდ ადამიანთან სანამ არ დარეზონირდება, მანამდე ვერ იღებს ამ ინფორმაციას. ან ზოგჯერ ადამიანი არის, რომ ვიღაცის პირით გაიგებს, ვიღაცის პირით არ გაიგებს, ან როცა მზად არ არის, ვერ გაიგებს, როცა მზად არის, მაშინ მივა მასთან ეს ინფორმაცია. ხო და ვინც ჩართეთ ეს ვიდეო და ვინც მანდხართ და მზად ხართ, რომ დამთავრდოს თქვენი ტანჯვა, დღეს მოდი ახლა გავაკეთოთ პატარა მედიტაცია, სულ პატარა, ანუ ამას არ ჭირდება არც მოდუნება, არც დაწოლა, სადაც არ უნდა იყოს, ტრანსპორტშიც რო იყო, ქუჩაშიც რო იყო, სამსახურშიც რო იყო, მნიშვნელობა არ აქვს. ამას ჭირდება დაახლოებით 40 წამიდან 1 წუთამდე, უბრალოდ თვალები რომ დახუჭო და მომისმინო და გაიმეორო მე რასაც ვიტყვი. მხოლოდ ეს ჭირდება, ყველას შეგიძლიათ ამის გაკეთება და თუ მზად ხართ, მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა რომ იმისთვის რომ თქვენი გადაწყვეტილება იყოს ისეთი მყარი, როგორცაც ვისაუბრე, რომ იყოს მყარი. ჯერ გავიმეოროთ ისეთი რაღაცები, რაშიც ძალიან მყარად ვართ დარწმუნებული. და აქ გაიმეორეთ მაგალითად მე ვარ კატო, მე მქვია კატო. რა თქმა უნდა თქვენი სახელი უნდა გაიმეოროთ, ხო? მე ვარ ამდენი წლის.
მე მიყვარს რამოდენიმე რაღაც დაასახელეთ, რაც გიყვართ და რაშიც დარწმუნებული ხართ, რომ გიყვართ. მე არ მიყვარს აქაც რამოდენიმე რამე დაასახელეთ, რაც არ გიყვართ და იგრძენით, როცა იმეორებთ და ასახელებთ, რომ გრძნობთ, რომ ჭეშმარიტებას საუბრობთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ უფრო დიდი სიმყარით და იგრძენით ეს სიმყარე იგრძენი. მე მქვია, ჩემი გვარი არის, მე ვარ ამდენი წლის, მე დავამთავრე ეს სკოლა, მე დავამთავრე ან ვსწავლობ ამ უნივერსიტეტში, მე ვცხოვრობ ამ ქალაქში, დაასახელეთ რომელ ქალაქში, მე ვცხოვრობ ამ უბანში, დაასახელეთ შენი უბანი. ჩემი სახლის მისამართია, დაასახელე სახლის მისამართი და ყოველ წინადადებაზე იგრძენი, რამდენად დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც ამბობ. ჩემი თმის ფერია, კიდევ უფრო დარწმუნებით იგრძენი, რომ ნამდვილად ჭეშმარიტებას ამბობ. ჩემი თმის ფერია, ჩემი საყვარელი კერძია, დაასახელეთ კერძი ერთი ან რამოდენიმე. ჩემი საყვარელი ცხოველია, დაასახელე შენი საყვარელი ცხოველი. და კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დააკვირდი, რამდენად დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც ამბობ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მე მქვია, ვგრძნობთ, როგორი დარწმუნებული ვართ იმაში, რასაც ვამბობთ. ჩემი გვარია. მე ვცხოვრობ ქალაქში, ჩემი მისამართია. ახლა კი გაიმეორეთ მე რასაც ვიტყვი. მე დღეიდან ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ის გამოცდილებები, რომლისთვისაც მე მოვედი დედამიწაზე, კონკრეტულად ამ განსხეულებაში, მივიღო მხოლოდ პოზიტიური ემოციების თანხლებით, ბედნიერების, სიხარულის, ცნობის მოყვარეობის, იგრძენი სიმძიმე და დარწმუნებულობა, რომლითაც ამას ამბობ, რომ ეს სიტყვები შენთვის ჭეშმარიტია. მე ვირჩევ და ვწყվეთ, რომ დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში ტანჯვა იმ ფორმით, რომლითაც ის აქამდე იყო ჩემს ცხოვრებაში. და მე ვირჩევ, რომ ცხოვრების ბოლომდე ყველა გამოცდილება, რომელიც მე ავირჩიე, რომ უნდა მიმეღო, მივიღო მხოლოდ ჩემთვის მოსაწონი და ჩემთვის სასიხარულო ემოციების გავლით. ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის ან სხვა ადამიანებისთვის. მე მზად ვარ, რომ სამყარომ დამანახოს თავისი მრავალფეროვნება, თუ როგორ შემიძლია მივიღო ცხოვრების ის გამოცდილებები, რომლისთვისაც მოვედი ტანჯვის გარეშე და მხოლოდ პოზიტიური შეგრძნებებით და ემოციებით. მე ვარ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილებებში და ახლა თამამად განვაცხადებ ამის შესახებ სამყაროსთან. მე ვარ მზად მივიღო
ეს საინტერესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დავასრულო ტანჯვის ციკლი. და იყოს ასე ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის და ყველა სხვა დანარჩენისთვის ამ და სხვა სამყაროებში. და იყოს ასე ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის და სხვა ყველა დანარჩენისთვის ამ და სხვა ყველა სამყაროში. კიდევ ერთხელ იგრძენი სიმძიმე და გადაწყვეტილებაში რამდენად დარწმუნებული ხარ. და იყოს ასე ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის და ყველა დანარჩენისთვის ამ და სხვა ყველა დანარჩენ სამყაროში. ეხა ღრმა დამოისუნთქეთ და აბა იგრძენით რამდენად მყარად შეასრულეთ ეს პატარა მედიტაცია და რამდენადაც დარწმუნებული იყავით და რამდენადაც მყარად იმეორებდით, ზუსტად ესე იგი თქვენი შეგრძნება რეალურად ამ მედიტაციის განმავლობაში არის პასუხი იმაზე, რამდენად თქვენი სიტყვა შესრულდება და რამდენად მზად იყავით ამისთვის და რამდენად ჩაირთვება თქვენთვის ეს რეალობა. თუ გქონდათ შიშები, ეჭვები და რაღაცნაირად არ მოგწონდათ ეს პროცესი, რომელსაც გავდიოდით, მაშინ ეს მას ნიშნავს, რომ უბრალოდ ახლა არ ხართ ამისთვის მზად და კიდე რაღაცა დრო უნდა გავიდეს, შეგიძლიათ მოგვიანებით ცადოთ, ვისთვისაც არ იმუშავა ან შიშებში იყავით და თუ ძალიან დარწმუნებული იყავით და ძალიან კარგი განცდები და ემოციები გქონდათ და ეჭვები არ გქონდათ, მაშინ მომილოცავს თქვენ ახლა შეცვალეთ თქვენი რეალობა, მხოლოდ თქვენი შინაგანი გადაწყვეტილებით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას აკეთებთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თემის დამუშავება, ნებისმიერ თემასთან მუშაობა შეგიძლიათ სწორედ ესეთი მიდგომით, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და მე დანარჩენი ყველაფერი ისე გადალაგდება, როგორც თქვენ გადაწყვიტეთ. ეს მას არ ნიშნავს, რომ აღარ იქნება გამოწვევა, აღარ იქნება ბოროტება სამყაროში, მაგრამ ეს მას ნიშნავს, რომ თქვენ გადახვალთ იმ რეალობაში და თქვენი ნეირონული სისტემა გადაეწყობა ისე, როგორც თქვენ ჩაუთქვით და როგორი გადაწყვეტილებაც თქვენ მიიღეთ. გამიხარდება თუ დამიწერთ კომენტარებს, ამით მეც ძალიან მეხმარებით და ძალიან მიხარია ხოლმე, როცა თქვენ გამოცდილებას მიზიარებთ თუ რას გაძლევთ ხოლმე ჩემი პოდკასტები და უფრო მეტ мотивაციას მაძლევს განსაკუთრებით თქვენი კითხვები შემდეგი პოდკასტების იდეებისთვის და რა თქმა უნდა ძალიან ეხმარებით ჩემ არხს, იმიტომ რომ თქვენი კომენტარები ხდის იმ ვიდეოებს, რომელსაც აკომენტარებთ, მეტად უფრო ნახვად ზოგადად სოციალურ სივრცეებში. უღრმესი მადლობა ასევე დონაციებისთვის, ყველა თითოეულ თქვენთაგანს უგზავნის სიყვარულს, ბედნიერებას და გილოცავთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენი თავისთვის დღეს.